რინგსიქით რამდენი ბიჭი ყავს ნაცემია სკოლაში და ქუჩაში? ლიკა, შენ ეს ყველაფერი ვიცი რომ გულთან ძალიან ახლოს არ მიგაქვს, მაგრამ ჩვენც გაუბრაზდით ახლა ამ ხალხს. რა მოხდა? მეთქი ვარ, მეთქი კაცი ვცემი ესე დამიძახა ჩემნაჟოპლი. მოკლედ, კაკი საინტერესებს გუშინდელ თამაშს უყურე თუ არ უყურე საქართველოს. საქართველოს მაკედონია. გადაცემის პარტნიორია სპორტული კლუბი წრე. მცხეთის ქუჩის 13. თავბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენთან არის ერთადერთი ქართველი ქალი, რომელიც ხელებს იქნევს, ჭიდაობს, ფეხებსაც იქნევს, ყველაფერს რაც შეეული აკეთებს UFC-ში საქართველოს დროშის სახელით. როგორ ხარ? გაიმარჯვეთ, კარგად, მადლობა, თქვენ როგორ ახართ? კარგად. ჩვენ ახლა საიდანაც გერთვევით, მან დამყოფი ხარ შენ. ძალიან ცხარე წიწაკები გაჭამეთ თუ გახსოვს. ой, მართლა? დადიყავი ძალიან. ხო. მაგ პროგრამაში. არავის ტკბილად არ ამახსოვრდება იქ. შენ არ უნდა დაგჭირებოდა ლიკა, მეგრელი ხარ რა. ცხარესთან მეგობრულად უნდა იყო. ელიფიქსელი ვარ მაინც. ცოტა სუსტი. რაშოს. ლიკა, სათხარ ეხა რო გითხრა და ზოგადად რა, ანუ გასაგები იმაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ეხა რა მდგომარეობა სპორტულ ფორმას ვინ არჩუნებთ, ვისვენებთ, აღდგენა თუ რა პროცესში ვართ? ეხლა ცოტა ერთ თვეზე მეტი შეიძლება ჩემთვის ვარჯიში UFC მითხრა რომ ვაფშე ვარჯიში იმის გამო რა ძალიან რთული ტრავმა ქონდა, უნდა შევწყვიტო და უნდა დავისვენო და ჯერჯერობით არ ვარჯიშობ, ვისვენებ და ეხლა ჯერჯერობით მოსკოვში ვარ. კი ბატონო. და ის რა ქვია, თვითონ ეს ხვირი ზედაპირულად იყო გაბზარული, გატეხილი თუ საოპერაციო გახდა საბოლოოდ? არა, საოპერაციო მითხრეს რომ კი გატეხილი იყო თან გატეხილი იყო, მაგრამ აუცილებელი მაინც და მაინც არ იყო ოპერაცია და ვიფიქრეთ რომ ჯობია უკვე კარიერის მერე რომ მაშინ ოპერაცია გავიკეთო, იმიტომ რომ ჯერჯერობით სუნთქვას არ მიშლის და რაც არის. თავარი ეგა, თან მე ვისავა რა ქვია, მომხრე ვარ გაღუნული ცხვირების. თავარია გიგასავი ცხვირი არ მაქვს. აუშავს. კი ბატონო. კი, ბევრად უფრო ლამაზ ცხვირი გაქვს ლიანა. ხო, მერავ დვალიშვილის და გიგა კუხალაშვილის კლუბში ჯერ ადრე არის. აი, როცა მექნება მაგათნაირი ცხვირი, მაშინ ოპერაციას ნახდად გავიკეთებ. რა მაინტერესებს, ვარჯიში არ შეიძლება ეხა შენთვის ეს ეხება დარტყმებს, ხო, რა თქმა უნდა და ფიზიკურ მონაცემებს თუ კონდიციებს თუ ინარჩუნებს. ვაფშე ფიზიკურიც მithres რომ არ შეიძლება. ანუ ერთხელ დავდე და სტორი რომ ცოტა ვარჯიშე და მithres არა ვაფშე არ უნდა ევარჯიშო. ესე იგი ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, პირიქით მიზანშეწონილია. და მე მგონი კახური ღვინოც. ხო, და ვისვენ. ღვინოს მნიშვნელოვანია აღდგენისთვის, გვეხმარება ნამდვილად. კარგად ადუნებს და საჭიროა ზოგჯერ მოდუნება, ხო? აბარა. კი ბატონო. შენ თვალებში და შენს გამომეტყოლებაში იგზნობოდა რომ გინდოდა ჭუბის გაგრძელება, მაგრამ ექიმმა არ მოგცა ამის საშუალება. ზოგადად როგორი შეგრძნება გქონდა, როგორ მიდიოდა ჭუბი? აი ესე ეხა რო იხსენებ. მესმის ამაზე ბევრი ლაპარაკე, მაგრამ ჩვენც უნდა გკითხოთ აუცილებლად ამ ყველაფერს. რავი, მე კარგად გზნობდი თავს. კარგად დავიწყე სანამ ეს ერთი დარტყმა სანამ შევიდა ჩემ ცხვირში. კარგად მიდიოდა ჭუბი, რავი, უკვე გზნობდი რა უნდა გავაკეთო მეორე რაუნდში უკვე ვიცოდი როგორ უნდა მევმუშავა და რომ მithres არა მეორე რაუნდი არ იქნება, მაგრამ დამწურია. ლიკა, მაინტერესებს ბრძოლის წინ და ზოგადად ბრძოლის დროსაც შენი გეიმპლანი ქონდა ალბათ რაღაც კონკრეტული და აი როგორ ახორციელებდი შენს საბრძოლო გეგმას? მიდიოდა ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ ცოტა რაღაცა ცოტა იმის გამო რომ უფრო ბევრი უნდა როგორ ვთქვა უფრო ბევრი უნდა მემუშავა და უფრო აქტიური უნდა ყოფილიყავი, პრესინგი უნდა გეკეთებინა მეტი, უფრო არა, პრესინგზე არ არის. დარტყმების რაოდენობას გულისხმობ ალბათ. მეტი დარტყმა უნდა გადაგეყარა ესე.
больше двигаться надо было. Ага. Вот. Больше двигаться и влево уходить. Да. Хан ротгебода, მე ცოტა მე ვდგებოდი და არ უნდა და სულ უნდა ის ანუ ერთ ადგილზე სტატიურად დარტყმების გაცვლა დიდად არ იყო, ხო? უფრო უნდა გემოძრავა და წრეზე გევლო და უფისე უნდა გემუშავა. ანუ აი მაგალითად გვერდზე გადავდოთ ახლა საჯების მიერ შეფასებული რაუნდი. აი შენი შეგრძნებებით პირველი რაუნდი ან თუნდაც იგივე მეორე რაუნდი რაც იყო ბრძოლა რაც ჩატარდა მიყავდა რაუნდები თუ ნიჩია იყო თუ აგებდი. აი შენი შეგრძნებებით როგორ გრძნობდი ამას? პირველი 3 წუთი ნახდათ ვიგებდი და მე უკვე ცოტა წავიდა. ხვირი რო მაგრამ ვიცოდი უკვე მეორე რაუნდში რაუნდა გამიკეთებინა რა გამდიოდა და ხედავთ იმისა რომ ეს დიდი ტრავმა იყო მე ვფიქრობ უნდა მიეცათ მეორე რაუნდი და თუ უკვე მეორე რაუნდში არ სისხლი არ გაჩერდებოდა მაშინ უნდა გაეჩერებინა შანსი მაინც უნდა მიეცათ მე ესე ვფიქრობ აი ლიკა გითხარი აი მეორე რაუნდში რა უნდა შეგეცვალა რის შეცვლას აპირებდი უფრო უნდა больше в левую сторону я должна была закручиваться. ანუ წრეზე უნდა გემოძრავა მარცხენა მხარეს. ხო, ცაცია რო იყო უფრო იმისკენ უნდა მემოძრავა. იმიტომ რომ თუ მაგისკენ მემოძრავ, მეც უფრო კარგად დარტყმები შევიდოდა მაგაში და მაგის გარდაც თვითონაც ვერ მარტყავდა როცა ამ ხარეს სტანდარტული მუშაობა ცაციასთან. ცაციასთან როგორც უნდა მუშაობა ცაციასთან. ჭიდაობას რაც შეეხება ხე შენ ჭიდაობაში კარგად გრძნობ თავს და თუ ქონდა მაგაზე აქცენტი აკეთებული ჭიდაობას თუ აპირებდი ჭიდაობას? არა. ნუ ჭიდაობაზე მქონდა აქცენტი, არა, ნახდათ არ მქონდა, იმენა სტოიკაში მინდა და მემუშავა. აჰა. პრინციპი გამდიოდა, სიმართლე რო გითხრა არ მეგონა რომ ესე კარგად დაამუშავებდა თავის სტოიკას, იმიტომ რომ სხვა ჩხუბებში ძალიან ცუდი სტოიკა ქონდა. და პრინციპში ეხლა რომ ბრძოლობდით, ვგნობდი რომ ხელებით იშვიათად ანუ კლასიკური ბოქსით ვერ გირტყავდა, რასაც ქვია. ხო, კლასიკური ბოქსით ვერ მიტყავდა და აი просто даже არც მეგონა რომ შეიძლება ესე მოხდეს რომ იდაყვი დამარტყას. ხო. აი, ჩემი პრობლემა ესეთი იყო რა, თავით რომ მივარ სულ წინ, ამაზე წამიჭირა. კი ბატონო, იცი რა მაინტერესებს, აი მე პირადად შეიძლება ვწდებოდე, ჩემი პირადი შეგრძნება იყო, რომ ფიზიკურად, ანუ მე მგონია, რომ ცოტა ფიზიკურად არ გაგიკვირდა, როგორი ძლიერი იყო, აი რამემ გაგაოცა მასთან. არა, ფიზიკურად ხო, რა ძლიერი იყო, ხო, ძლიერი იყო, მაგრამ ფიზიკური ესეთი მაინც კონტაქტი ჭიდაობა ან კლინჩი არ იყო მაინც რომ ის ხო, ანუ ბევრი კლინჩი არ ქონდა. მეგზნა ეს პრესინგი. ესმის. კი ბატონო. დენა ვაიტთან ისაუბრე, ხო, ჭუბის მერე. ხო, თვითონ მოვიდა. არ ვერ დავინახე რომ მოვიდა ჩემთან და ну ახლა ვითვენდი არ ვტიროდი, ტირილი მინდოდა, მაგრამ არ ვტიროდი, ახლა მეთქი ახლა არავინ რო არ იქნება, მაშინ დავიწყებ ტირის. ვითვენ. შევედი რომ ისინი ნახონ რა ტრავმები არის, ხედავ არავინ არა დავიწყე ტირილი, მეთქი აღარ შევილია რა, შენ მოგიქცი მე. მესმის დანა იძახის. ნუ ტირი ხარ, კიდე ბოის მოგცემ, ძალიან მაგარი გოგო ხარ, ეს ბრძოლა არ წაგიგია. ვაიმე მეთქი მაგის ხმა რო გავიგესავე. იცანი ხმაზე? უფრო ტირილი დავიწყე მეთქი. არ მინდოდა მაგის წინ მეტირა ნახდათ. ხო. ნუ ესეთი კაცია გულიანი. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი შტაბეტლებას ტოვებსო ძალიან კაცი რაღაცნაირი უფროსია, მებრძოლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ხო? არა, ძალიან გულიანი კაცია, ძალიან გულიანი. მაშინაც რომ მოვიდა ჩემთან მომივლოცა და ეხლა რომ წავაგე და მაინც ჩემთან მოვიდა, ძალიან სასიამოვნო იყო. თან უნდა აღვნიშნოთ, ხო, მაგ ქარდზე რამდენი მებრძოლი იყო, ხო, დარწმუნებული ვარ ყველასთან ესე არ
დადის ეხლა. ხო, არა მგონი ეხლა მაგის დრო გამონახოს ხო, რომ ესე ყველა მებრძოლთანი არის. მე როგორც მივხვდი, იმიტომ რომ როგორც ნახე ილიასთან მივიდა, თოფურიასთან მიულოცა. ან ქართველები ვართ განსაკუთრებულად კარგები, ეგეც არის შეიძლება. ხო, თან გასახო და არ ვართ. კი ბატონო. გიგაჩკაძე ეხლა თქვა რომ ძალიან მაგარი ბიჭი არისო, აი სულ ჭუბობსო და ყოველთვე ჭუბი უნდა და მაგარი ბიჭი. ნუ უყვარვართ ეთქვა. კი ბატონო, ხო და მოწვევა გამოგვიგზავნოს მე და გიგას და ჩამოვალთ და ქართულ მებრძოლებზე გადავიღებთ ამერიკაში ფილმს. შო. გადაეცი რომ ნახავ გეხოცები რა. აუცილებლად გადავთ. ან დაურეკე. კი ბატონო. ლიანა, გასაგებია ეხლა რომ ეს ეტაპი გასავლელი, როცა უნდა მოშუშდეს შენი ორგანიზმი, უნდა აღდგენა მოახდინოთ, მაგრამ აი მომავალში რა ჩანს, რას უყურებ, რაზე ფიქრობ, რა არის შემდეგი, ასე რამე გესახება, თქვა ისეთი კონკრეტული, თუ უბრალოდ ეხლა ოღონდ ვარჯიშები განაახლო და სხვა არაფერი. იმდენ ვითხრა ჯერჯერობით, არაფერი კონკრეტულს არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ ჯერჯერობით უნდა დავისვენო, მოვწესრიგდე და მე უკვე რომ დავიწყებ ვარჯიშ, გავერთი ორი თვე, მაშინ უკვე დავიწყებ ლაპარაკს შემდეგს ბრძოლაზე და დავიწყებ უკვე მუშაობას შემდეგ ბრძოლაში, რომ მოვემზადო. მაგრამ ჯერჯერობით სანამ დავიწყებ მომზადებას სხვა ბრძოლისთვის, მინდა 1-2 თვე ჩავატარო ისე რომ განვითარდე რა, სადმე რომ წავიდე ჩავატარო ზბორები და ნუ ვიგზნო რომ რაღაცაში განვითარდი. ხო, რომ წინ გადადგი რა. გეგმაში გააქვს რამე კონკრეტული ადგილი, სადაც გინდა წასვლა შეკრების შესატარებლად? იმართლა რომ გითხრა კონკრეტული ადგილი მაინც და მაინც არ მაქვს, მაგრამ ნუ ვფიქრობ ამერიკაში რომ ზბორი ჩავატარო. ხო, ალბათ. მაგრამ კონკრეტულად სად არ ვიცი ნამდვილად. ხო, ანუ დარწმუნებული ვარ ამერიკაში რაიმე კარგ დარბაზში არჩევ და ვფიქრობ რომ ყველაზე სწორი ადგილი, სადაც შეიძლება განვითარდე და გაიზარდო, ეს ამერიკაა. მე ვფიქრობ ხო, ჩემთვის გაიქნება იქ ზბორი. ლიანა, ჩვენი ჩემი პირადი აზრი არ არის ეს, მაგრამ ყველა რაღაცა ესეთი ნარატივი წამოვიდა, ესეთ რაღაცას ლაპარაკობს ხალხი, რომ დარბაზი უნდა შეიცვალოსო და ჩვენ გვაქვს ესეთი რომ დაუსვი კითხვა ლიანა ჯოჯუას და ხალხის აი ნიკა წიწილაშვილი მაგალითად აპირებთ თუ არა დარბაზის გამოცვლასო და ამას ეს გითხარი შენი აზრი ზოგადად რა გეგმები გაქვს ესე? რა სისულელი არის? ხალხი ბევრ რამ წერს ხანდახან ისე ნერვები მეშლება ხალხი წერს აი სულ ფოტოებს აკეთებსო, სტორისებს დებსო, ესე იგი 15 წამი ჩემი რაც სტორისში ჩავდე, მაგათთვის ნიშნავს, რომ 24 საათი მთელ დღეში მაგას ვაკეთებ და მეტი არაფერს. გონიათ რომ მთელ დღეს ესე ვატარებ და რა ვიცი, რა სისულელი არის. ნუ ზოგ ხალხს მაინც აი ვერ აუხსნი. არა უჩ, არჩენა უნდა მიაქციო ბევრი ყურადღება მაგ ყველაფერს. ხო და დარბაზზე ჩემი ტრენერი, რომელიც მიმიყვანა იმამდე ვინც მე ვარ ახლა UFC-ს მებრძოლე გავხდი, ეს ტრენერი სულ მავარჯიშობ და სულ მაგასთან ვარჯიშობ და მიმიყვანა მაგდონებდი და რას ნიშნავს სხვაგან წასვლა. შეიძლება სხვაგან წავიდე ვივარჯიშო, რაღაც განვითარდე, მაგრამ სულ მამზადებს ჩემი ტრენერი. იცი რა შეასაქმე? შეიძლება სხვაგან წახვიდე, ივარჯიშო, მაგრამ იმ დარბაზში შენი ტრენერი არ იქნება. და შეიძლება სხვა მებრძოლებთან ერთად განვითარდე რაღაცა აიღო მაგათგან, მაგრამ ბრძოლას რო დაგინიშნავენ, თავზე არავინ არ დაგადგავს და არ გავარჯიშებს ესე რომ ამ ბრძოლისთვის მზად ვიყო. ხო, ეს შენი მწვნელი შენიანია, ესე ვთქვათ, ოჯახის წევრია თითქმის, ხო და ანუ რო წახვიდე, განვითარდე იქ, ხო, აი ძალიან მაგარი არის, კარგი არის და უნდა წახვიდე, ყველაფერი ნახო, ივარჯიშო, მაგრამ შენი ტრენერი რატომ უნდა გამოცვალო? თუ აქამდე მიდიყვანა ამ ანუ ერთმანეთს ხელს არ უშლის, ხო, ის რომ რაღაც ახალი რაღაცები ისწავლო და თან ის ტრენერი ყავდეს, რომელიც აქამდე გზდიდა და მიგიყვანა აქამდე რეალურად. ხო, აბა რა. ორივე შეიძლება. თან განვითარდე და თან ისევ ის ტრენერი ყავდეს, კი ბატონო. ხო. და აი ვანო ფიროსმანაშვილის გვეკითხება რომ ქვედა წონაზეო რას ფიქრობსო? ხო არ გაუფიქრიაო რომ ჩავიდესო? ეს ჩემთვის ძალიან უკვე პატარა წონა. და იმისი კითხვა არის.
ხო. ისე და მაინც კითხე. რავი, თუ ვინმე არ იცის, მე გადავედი Bantamweight-დან Flyweight. ხო, და ძალიან ძნელი არის ჩემთვის წონის კლება და რამდენს იკლებ ხოლმე? აი ხა ბოლო ბრძოლასთვის 9 კილო დავიკელე და 9 კილო საკმაოდ ბევრია, ხო, გოგოსთვის. თან იცი რა არის ფორმაში ვიყავი, ანუ ეს 9 კილოა, კაი ფორმაში ვიყავი რა, თელისბორი გამხდარი ვიყავი, არ ვიყავი მსუქარი როგორც გარანტიჩი ვიყავი. და ძალიან ძნელად მიდიოდა ჩემი წონა, აი კინაღა მოვკვდი ეს წონა რო გავაკეთე და კიდე არა, უფრო პატარაზე ნადათა. ლიანა, კლასიკურად იკლებ, აი ცხელი აბაზანა, პირსახოცები და ასე შემდეგ თუ რამე შენებური მეთოდები ხო არ გაქვს? ჩვეულებრივად ანუ ხო? კი ბატონო. ისე აი შენ ახლა ვარჯიშები ახსენე და თქვი რომ კარგ ფორმაში იყავი და ორი და სიტყვით რომ მოგვიყვაი როგორ გადიოდა შენი კემპი და ბრძოლისთვის როგორ ფორმაში მიხვედი, გავიგეთ რომ კარგ ფორმაში მიხვედი, მაგრამ გულისხმობ აი ტრამვები თუ ქონდა რამე, თუ გაწუხებდა რამე. ერთადერთი რაც იყო, კოვიდი გადავიტანე, როცა ვარჯიშობდი. ძალიან ძნელ ფორმაში არ იყო. რა სიმპტომები ქონდა? ხო, და მე ვიგძენი ვარჯიშებზე, რომ სუნთქვა გამიჭირდა, მაგრამ მე გადამივიდა. ნუ ეს როცა ვემზადებოდი, მაშინ იყო. მაშინ ეს რამდენი ხანი ადრე იყო ბრძოლამდე, ლიკა? მე ვფიქრობ ერთი ადრე იყო ესა. იმიტომ რომ იცი რა შესაქმე 100%-იანი არ ვიცოდი რომ კოვიდი იყო. და მე რო ჩავაბარე ანტისხეულები გამოგივიდა. ხო, ანტისხეულები გაქვსო და როცა შევიკითხე, აი ეს იყო ბრძოლის წინ რო ვაბარებდი. და რო შევიკითხე, როდის მეთქი შემეძლო რომ გადამეტანა და მითხრეს 1-3 კვირის 1 თვის წინ გადაგიტანია. აჰა. და ფიქრობ რომ რაღაც ფიზიკურად უკეთეს ფორმაში იქნებოდი კოვიდი რო არა თუ შენს მაქსიმალურ ფორმაში იყავი? არა, სიმართლე რო გითხრა, არა, ეხლა იდეალურად არა, მაგრამ კაი ფორმაში ნამდვილად ვიყავი და მეორე რაუნდზე, კაი სუნთქვით, არ ვიყავი დაღლილი, ანუ ხო. ვზნობდი რომ კიდე მეორე, მესამე შემიძლია ჩავა. კარდიო თავის ადგილზე იყო ესე, ასე ვთქვათ. ხო, კარდიო არ იყო ცუდად, ხო, მაგრამ ყველაფერი კარგად იყო პრინციპში. ეს დამპალი ექიმები რა. ექიმები. არა, ცოტა ისე ლას-ვეგასში რო ყოფილიყო, ეგ არ გააჩერებდნენ მაგას. ლას-ვეგასში გაცლიან ეგ ეჭხუბებს. აი ნიუ-იორკში და აბუ-დაბიში პირიქით არის. ახლა სიმართლე რო გითხრა, რამდენი ბრძოლები მინახია, ჩემზე უარესი რაღაცები ჭირდა ადამიანს და მაინც არ აჩერებდნენ და ახლა რაც მქონდა ცხვირზე კი დიდი იყო, მაგრამ არ მიშლიდა, ხედავდი, სუნთქავდი, ანუ პრობლემას არაფერი პრობლემა არ იყო. ხო, რა თქმა უნდა, ხა აჩინეს. შენ როგორც მებრძოლი იმისთვის მზად ხარ რომ სისხლიც უნდა წამოგივიდეს, ცხვირიც უნდა გაკეთდეს და ექიმი როცა ექიმი ხა შახმატის მოთამაშეს რო სისხლი გაწამოვიდეს ცხვირიდან უნდა გააჩეროს, მაგრამ როცა მებრძოლს სისხლი მოდის ცხვირიდან მაინც ხო არ უნდა მივარდე და ამაზე მოწერილი აქვს ხელი ლიანას რომ შეიძლება ცხვირიდან სისხლი წამოვიდეს. თავში ხელები არ უნდა ირტყა ხა ამ შემთხვევაში. არა, მახსოვს აი რო ბრძოლობდი კამარზე მახნატკინასთან Fight Night-ში, მაშინ მესამე თუ მეოთხე, მე მგონი მეოთხე რაუნდი იყო. ცხვირში არალეგალური დარტყმა იყო და გამიჭდა, აი წამებში გამიჭდა ცხვირი ფეხით ჩამარტყა პარტერში. და კი ახლა წავიდა სისხლი ძალიან, მაგრამ ჩავატარე მე მეოთხე, მეხუთე რაუნდი, ვიბრძოლე, სუნთქავდი, ყველაფერი ნორმალურად იყო, ანუ ახლა რო ეთქვა იქაც იმას არა უსო. ჩემი ცხვირის არ იყო, შენი ცხვირის კაი ნატანჯია რა. ლიანა, მიუხედავად იმისა, ხა შენ არ ხარ რაღაც დამწყები ამ ყველაფრის და უკვე შორს ვართ. მე მაინც გადავწყვიტე რომ საქართველოში ხა ძალიან პოპულარული სპორტი არ არის MMA, ხო ხდები? და ეს ბევრს აინტერესებს საწყისები ხოლმე რა. ესეთი ლამაზი გოგონა, ესეთ ბრუტალურ სპორტში. მესმის რომ მოყოლილი გაქვს, მაგრამ ჩვენც რომ მოკლედ მოგვიყვე როგორ აღმოჩნდი, დარწმუნებული ვარ, ბევრი თავიდან აღმოგაჩენს და საინტერესო იქნება ბევრისთვის. საიდან დაიწყო MMA და ლიანა ჯოჯოა?
აი უყურებდი ბრძოლებს, მაშინ ძალიან პოპულარული არ იყო, მაგრამ უყურებდი და ძალიან მომწონდა და მშობლებს ვეუბნებოდი, 16 წლის ვიყავი მაშინ. მშობლებს ვეუბნებოდი მიყვანეთ და ეს კი ბოქსზე ძალიან მინდა, ან MMA-ზე და არაფრით არ უნდოდათ. და მე ჩხუბების მქონდა სკოლაში რო ვსწავლობდი და იმის მერე ნიჭიერი ხარ. პრობლემები რო დაგვიწყო მაგის გამო, კაიო. 1-2 წელი შეიძლება იაროსო და მე დაანებებსო თავს. იმიტომ რომ ბავშვობიდან ძალიან სპორტული ბავშვი ვიყავი. სხვადასხვა სპორტში, ფიგურულ სრიალზე, ტენისზე და ყველგან დავდიოდი და სპორტული ვიყავი და ბეზდებოდა ძალიან ჩქარა და ვანებებდი თავს და ახლა ეგონათ რომ კაი კიდე 1 წელი 2 წელი და მობეზდება და დაანებებს თავს როგორც სხვა სპორტში და ისე მომეწონა გავიდა წლებში და UFC-ში აღმოჩნდი თურმე სწორი გადაწყვეტილება მიგიღია ლიკა ვის არის რინგსიქით რამდენი ბიჭი ყავს ნაცემია სკოლაში და ქუჩაში აი ქუჩაში მახსოვს მარტო ერთი კაცი და ერთი ბიჭი მიცემია მეტი არა. ერთი კაცი. ანუ კაცი უფრო მუტროკი ტიპი იყო რაღაცნაირი. თუ ასაკით ამბობ, ანუ აი ჭაღარა ისეთი ზოგი 40-იანებში კაცი. მშობლებზე უფროსი იყო აი ნახდა. მაშინ რატოცები ეგეც გითხარი, იმიტომ რომ უფროს კაცს რო გალახო. მიზეზიც მაინტერესებს და როგორც ემე ეგეც მაინტერესებს. ძალიან ბებერი არ იყო, მაგრამ ესეთი რა, აი, რავი, ცოტა უფროსი ჩემ მშობლებს. რატოცემი, რატო? იმიტომ რომ ვინც არ იცის, გავიზარდე მოსკოვში, 20 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, მაშინ ვიყავი 18 წლის, მივდიოდი ვარჯიშზე. და ავტობუსში ვზივარ და ჩემთან დავდე ჩემთან ახლოს ავტობუსში. და შემოდის ეს კაცი, ჩანს რომ სამუშაოდან მოდის, კარგად ჩაცმული, პიჯაკი, ყველაფერი, სუმკა და მეუბნება ძალიან ესე გრუბად მითხრა, სუმკა გაწიო. და უბირი სუმკო. ავტობუსში, იმინა ჩემთან მოვიდა და მეუბნები რა, სხვა ადგილი ვერ ნახე, აი წინ არის მეთქი და გადე. просто ძალიან გრუბად მივ, თორე გავწევდი, მაგრამ ძალიან ლიანდაგზე როზი ხარ და ჩაიწიო, გეუბნებიან აი ეგეთ რაღაცა გითხრა. ხო, 18 მაშინ. კი ბატონო. და რომ მითხრა, აიღო და გადააგდა ჩემი სუმკა, მე გაგიჟებული სუმკა. გიჟი ხო არა, რა შვები და კაროჩი გინება დამიწყო. ცუდი სიტყვები მეძახა და მე პატარა ვიყავი მაშინ და კაროჩი ტირილი დავიწყე ის, არ ვიცოდი ახლა რა უნდა გავაკეთო, ამ ხელა კაცი არის, ჩემთვის რა სპორტზე მიდი დადიოდი მაშინ? უბრალოდ ადამიანს არაფერს არასდროს არ ვეუბნები რა და ლიკა რა სპორტზე დადიოდი მაშინ? MMA-ზე დადიოდი უკვე? უკვე ტაისკი ბოქსი, გასაგებია. ხო და კაცი ტირი ვარ ველოდები ჩემ გაჩერებას გამოვდივარ ეს კაცის გამოდის ჩემ ბოლო გაჩერება იყო და კაცის გამოდის ჩემთან ერთად და короче არ დამანევა თავი და მოდის ჩემთან და მეუბნება слышь ты черножопая короче черножопая რომ მითხრა მაშინ აი მაგრა გამიჭედა და უკვე აღარაფერი აღარ მახსოვდა რო დავაგდე სუმკა და დაუწყე ცემოტყება რითი დამთავრდა ბოლოს ფეხი მოარტყი თუ ბოლო დარტყმა რა იყო არა სულ ხელები ვარტყი ბოქსი გენაცვალე გამოელი კიდე დავარტყი და ესე короче და გაიქცა ტირილით ჩაიტყუე ავტობუსიდან და როგორც დავიწყე ვარჯიშზე ხო მივდიოდი ტირილით მივედი ვარჯიშზე ჩემი ტრენერი გაგიჟებული რა მოხდა მე ტირი ვარ მეთქი კაცი ვცემი ესე დამიძახა ჩერნოჟოპიო და რა სტირი ხარო ხოცები ანუ რა ქნა იცი რომ დისტანცია ჭირდებოდა ჯერ ხო ჩაითრია სივრცეში დისტანციაში დაიჭირა და წააყარა ჭკვიანურად ქნა აი სიმართლე რო გითხრა ადრენალინი ესეთი იყო რომ არც მახსოვს აი დეტალურად როგორ მიდიოდა მახსოვს ხელებით მაგრა ვცემდი და всё და მე გაიქცა ხო გაიქცა აი თავიდან ბოლომდე ბიჭზე არ მოგაყოლებ მაგრამ ბიჭზე გითხარი 1-2 სიტყვა იმას რა უქენი კაცი ბიჭი ჩამეხუდა და მე გაგიჟებული, ნაუშნიკებში ვიტექი. მეთქი ვინ გაბედა ჩემი ვინ ჩამეხუდა და ნაუშნიკები მოხსენე, მეთქი ვინ ახარ და
ბოდიშიო და დიდი ხანი არ მქონდაო ჩახუტებულიო? ჩანახუტებიო არ მქონდა. ჩახუტება ოღონდ უფრო ხო, გასაგები. რა მეთქი და კარაში რომ მაგასაც წეწყებო რომ დაუწყე. ისიც გაიქცა ხო? გაიქცა მორბის უკან, ვაიმე ძალიან დიდი ბოდიშიო არ მეგონაო ესე რომ გეტყობიო. გავიხადავეო და რა მეთქი კიდე უკან მოხვედი და კიდე ცემა დაუწყე უკან. მოკლედ, ბატონებო, ატარეთ ბავშვები ჩხუბზე. 1-4-5 წელი და ესეთი უტაქტო ვირიშულები რომ ივლენ. დაიჯებიან სამაგალითო. მე ესეთ ისტორიებს მოყვებიან თქვენი შვილები. გასაგებია, დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი არის ხა გვესმის რომ ვიცინით რა, მაგრამ ის სტერეოტიპი რომ რაღაც მაინდა-მაინც ყველა კაცი, ყველა ქალს ფიზიკურად მოერევა, არ არის ეგრე რა, ნამდვილად არ არის. ხო და ანუ ყველამ უნდა ვიცოდეთ თავდაცვა. ქალმას და კაცმას. ლიკა არის ამის ცოცხალი მაგრამ. თავდაცვა უნდა ვიცოდეთ და საჭირო არის, ხო, ეს ხო არ არის რაღაც სტეიკის შეცვა, ეს არის თავდაცვა. და თავდაცვა ყველამ უნდა იცოდეს და ატარეთ ეს ხალხი ამ ორთაბრძოლებზე და უფრო ნაკლები დაავადდება. სასურველია ჩემთან დარბაზში იარონ. კი ბატონო, Warriors-ში იარეთ. ლიკა, აი 1-2 სიტყვით შენს ოჯახსაც რო გითხრა, აი მაგალითად შენ რო ასეთი ტრავმა მიიღე და ცხვირი დაგიზიან და შენებს რა რეაქცია ჰქონდათ ან ჩხუბის შემდეგ რო დაგირეკეს, რა გითხრეს პირველი რა იყო ეს? რა სიტყვებით გითხრეს პირველად? ხო, ძალიან მეწყინათ. უფრო არის დედა ჩემი ნერვიულობს, ჩემ აი რამე რო დავიზიანო და ძალიან ნერვიულობდა რა, თან რო დაინახა რა ტრავმა იყო, ყველგან იყო ეს სურათი. მეს დავდე, ყველგან იყო, მაგ დედა ჩემი დაინახა და კაი მეთქი მეს დავდე სურათი. უგესო. მე დავმალე რა მჭირს და მე მირეკავდა იმ FaceTime-ში და მე არ მინდოდა ახლა რატო არ იღებ ყურნელს ძალიან დავით კაროჩე რა ვერ დავიმალე. ხო, გასაგებია. მაინც ნერვი, მიუხედავად იმისა, რომ იცის, რომ შეიძლება ეს ტრამები მქონდეს, მაინც ძალიან განიცდის, ხო, თავისთავად. ძალიან განიცდის. დედა ჩემს, მამა ჩემს ძალიან განიცდიან. ხო, არა, მძიმე. მამა ჩემი ძალიან მიბალეჩიკებს. აი, პირველი ბალეჩიკი კი მამა ჩემი. ხო, ძალიან კარგი. ბიჭი მინდაო, მაგრამ და ბიჭი მითქი ჩხუბობდა ახლა. ხო. ანუ ბევრი რამე რის გამოც უნდოდა ბიჭი და დარწმუნებული ვარ შეგიძლია შენ, ასე რომ ყველაფერი კარგად არის ამ მიმართულებით. მოკლედ, ეხა ეს პერიოდი წყნარებში და თუნდაც აიცი რა მაინტერესებს? აი მეც მე მჭირდება, რომ აი რჩევა. ძალიან ბევრი ადამიანი მაინც ლოკდაუნი არის, ხო, პანდემია არის, რაღაც აქტიურობა გვიჭირს, ჯიმში წასვლა გვიჭირს. წონას როგორ უვლი? შეგიძლია გითხრა, იმიტომ რომ შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხო, ეს ხელი არ გაგირბის ამ რაღაც ტკბილეულზე, ასე შემდეგ. რამე რჩევები რომ მოგცე. ეგ შენთვის გაინტერესებს პირადად. კი, მე მაინტერესებს მართლა. ეხლა აი ერთადერთი რაც მახარებს ამ დროს რო წავაგე, ეს არის საჭმელი მეტი არაფერი. ასე რომ დიეტის დრო არ არის. ინკალი, შოკოლადი, ყველაფერი და ისე აი ბრძოლის მერე რომ მოვიგე მაშინ ზაფხულს ფორმაში ვიყავი და არ მოვიმატე. ბევრს არ ჭამდი, თუ ჭამდი, არ ჭამდი ბევრ ტკბილეულს, არც მინდოდა დიდად, მერე პურს დიდად არ, ნუ бездрожжевой როგორ არის? ან ნახში წყლებს არ იღებდი ერთი სიტყვით, ხო? და სახამებლის გარეშეც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ბევრს არ ჭამ, თავარია ზომა და ესე ვიყავი ფორმაში. ანუ არაფერი დიდი ჯადოსნური ის რჩევა არ არსებობს, ანუ როცა გეკითხებიან როგორ ვახდე, ცოტა ჭამე. ეგრე უნდა უპასუხო, ცოტა ჭამე. თავარია, მე ვფიქრობ დიეტა, სხვანაირად, აი, ბევრი მეუბნება, აი, დარბაზში მივდივართ, რომ გავხდეთ და ყველას ვეუბნები, რომ შეგიძლია 24 საათი დარბაზში იყო, მაგრამ ვერ გახდები. ყველაზე მთავარია დიეტა. თუ დიეტას დაიცავ, კაი დიეტას ნორმალურს, მარტო წყალზე და პურზე კი არა, ნორმალური დიეტა, მაშინ დაიკლება უცებ. კი ბატონო. ანუ მაინტერესებს სხვა სპორტში აი ვის უყურებ, თქვა ან შენ ფეხბურთელი შენი საყვარელი, ან ჩოგბურთელი, ან კალათბურთელი. მოკლედ, კაკი საინტერესებს გუშინდელ თამაშს უყურე თუ არ უყურე საქართველოს? საქართველოს მაკედონიას უყურე. გვერდიდან გივლიდა და მაგრამ გამიტოვდა. ორი დღეა ჩაწოლილი ვარ, მე დღეს ავდექი. შენთან ინტერვიუ რო არ ქონო და ლოგინში ვიწვებოდი და ისე მეწყინა. ხვალ კიდე სომხებთან ერთად არის. ხვალ სომხებ, მაგრამ ნუ ეგ სხვა მნიშვნელობა აქვს მატრიშს, მოკლედ. ან სხვა სპორტებში დიდად არ ხარ ჩართული? სომხებსაც რავი, იმედია მოუგებთ.
იმედია. ანუ სხვა სპორტები არ გიყვარს, აი ვინმე იდოლები არ ყავს, აი ესეთი იკონები ვიღაც სხვა სპორტიდან, რომ აი არა, ხო? არასდროს არც მყავდა, მაგრამ იცი როგორ არის, აი ვინმე უყურებ და მომწონს, რაღაცას ვიღებ მაგისგან. სხვა ვიღაცას მომწონს იმის ვიღებ, მაგრამ ის რო თქვა იდოლი და აი ფანატისავი და მაგაზე არ. კი ბატონო, და MMA-ში? MMA-ში ვინ მოგწონს ყველაზე მეტად? MMA-ში ყველაზე მეტად? სტილით ყველაზე მეტად სულ მომწონდა ჯონ ჯონს. უნივერსალია, ყველაფერი შეუძლია. ადამიანი არ ხო, მაგრამ სტილიც ხო, როგორც უნივერსალი ჯონ ჯონსი მომწონდა. და აუცილებლად ხაბიბი, კონორი, პორიე, გეჯი, ყველა ეს წონა ვაფშე ჩემი საყვარელი წონაა და ფაქტიურად ყველა აი ტოპ 10 ვინც არის, ყველა მომწონს ძალიან. ყველა 70 კილოგრამიდან. ყველაზე მუშა წონა ეგ არის, რა თქმა უნდა და ყველაზე სანახაობრივი ბრძოლები აქვს. კი ბატონო, ყველას ვეკითხები და შენც უნდა გკითხო ლიანა. გეიჯის გრეპლინგი როგორ მოგეწონა? ჯასტინ გეიჯის აუ გეჯი. თორე ვიყავით რო ცხოვრობდით აბუ-დაბიში ოტელში. ჩემი დაქალი მეძახის ლიკა მოდი ინგლისური ხო იცი ქვემოთ გეჯი ცხოვრობ. რაჭი მე ვარ ხება მართლა გეჯი არის. ო გეჯი ხელო. არა ორი სიტყვა. გეიჯი. ისე კაი ტიპი აღმოჩნდა. ხო, ანუ რამე ქონდა, რამე საუბარი დიალოგი, რამე ისაუბრეთ რამეზე? ხო, ვისაუბრე ერთი ჩემი დაქალი არის მაგასთან ვარჯიშობდა და ისე ვისაუბრეთ, მე თვითონ რომ დაგვინახო თვითონ უკვე საუბარი დაგვიწყო. ნუ ის კაი ბიჭი არის, ძალიან კეთილი კაი ბიჭი არის. ხო, კი ბატონო. და მაგის გრეპლინგი ეხლა სიმართლე რომ გითხრა, მე ეჭვი არც მეპარებოდა ხაბიბი რომ მოიგევდა, მაგის ეხლა დონის მოჭიდავი არავინ არ ამეფიქრო მაგ წონაში მაინც. კი ბატონო, ხავითან სურათი დადე მახსოვს და ისე ზოგადად თქვა სურათის მიღმა, ანუ იცნობ შეგიძლია რომ თქვა რომ ხაბიბთან რაღაც, ანუ აი თუნდაც ანუ რაღაც ისეთი ურთიერთობა აქვს და რომ დაგინახოს გიცნობს ვინ ხარ და შენც რა თქმა უნდა იცი ვინც არის. თვითონ ანუ როგორ გესალმება, ძალიან კაი ბიჭი არის, უბრალო ბიჭია. გესალმება, მაშინ удачи пожелала. Вот. წარმატებები გისურვა და მოკლედ დადებითად ძალიან ყველაფერი. თვითონ კონტაქტზე მოდის ძალიან უბრალო და კაი ბიჭი არის. სიმართლე რომ გითხრა ძალიან მომეწონა, ძალიან ისეთი უბრალო ტიპი არის. იცი რა უნდა მეკითხა, ესე აბუ-დაბიში ჩადიხართ ამდენი მებრძოლი. ანუ გარემო რაღაც სულ გარედან, აი ემბედიც რო უყურებ ხოლმე და სანამ ჩხუბები იქნება, ხო იდება ხოლმე ეს პატარა დოკუმენტური 7 წუთიანი სერიები. ხო და რაღაც ოჯახური გარემოა ძალიან და მიუხედავად იმისა, რომ იდეაში ერთმანეთს ეჩხუბებით, რაღაც სულ რაღაც ეს UFC-ს ხალხი რაღაც ისე ხართ რა და ეს ყველაფერი რაღაც დენას დამსახურება, კაი მენეჯერია, ხო? ამ გარემოს რო ქმნის ესეც მეგობრულს და ოჯახურს. რავი, მე იცი როგორ ვფიქრობ, ამერიკელები ესეთი ხალხი არის ძალიან თავისუფალი და ურთიერთობა უყვართ, ხო? ხო. ეთილი ადამიანები არიან და ისე კონტაქტზე მოდიან, გესალმებიან, გელაპარაკებიან და ეხლა ჩვენთან შეიძლება ესე გიყურონ და არაფერი არ გითხრა მაინც. შეიძლება ყალბიღიმილი იყოს, მაგრამ გიღიმის მაინც ამერიკელი, ხო? მაინც ცდილობს რომ ურთიერთობა ესეთი იყოს, სუბუქი იყოს. ხო. აი, მაგრამ სიმართლე ვიღა ახლა ჩემი მეტოქე ვინც იყო, ისე მიყურებ და ახლა მე მგონა შემჭავს თვალებით. რას მიყურებ? მოკლედ ძალიან მაგარი რამე გააკეთა დენა ვაიტმა UFC აბუ-დაბით და Fight Island-ის ამ პანდემიაში არაფერი არ ხდებოდა და პირველი რამე რაც სპორტული ივენთი იყო, ფაქტობრივად UFC იყო და ძალიან მიხარია რომ შენც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ და გასაგებია ხა რომ კარგი რაღაცა ბოლო შენი ჭუბი იმ შედეგით არ დასულდა რა შედეგს გვინდოდა, მაგრამ
ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ ქართული MMA-ის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ ამ ისტორიის, უკვე შედგა ეგ ყველაფერი. ეს ისტორია უკვე შედგა, უკვე დაწერილია, იმიტომ რომ ლიკა პირველი ხალია საერთოდ ქართველი, და ის წინაპირობაც არ არის, რომ კიდე მეორე იქნება ვინმე ქართველი ისე, ამიტომ ის ისტორია რაც უნდა დაეწერა ლიკას უკვე დაწერა რა. წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმე. ძალიან მიუხედავად იმისა, რომ თქვა ესეთი არასასურველი შედეგი დასულა შენი მატჩი, მაინც ესეთ დადებითი ემოციებით ხარ და ესე გაგვართე საინტერესო ინფორმაციები გითხარი და დარწმუნებული ვარ ის მესიჯი, რომ თავდაცვა აუცილებლად ყველამ უნდა ვიცოდეთ და რამდენი ტრამა მიუღიათ ხო მშობლებს, რომ სახში მოდის შენი გოგონა, რომელმაც თავდაცვა არის და ვიღაცა კაზიოლი მივიდა და რაღაც ჯეურაწყობა მიაყენა. ეს შენ მესიჯი, ეს უნდა ატარო, ეს ყველას უნდა გააგებინო, რომ გოგოებო ისწავლეთ თავდაცვა. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. და კიდე ერთს დავამატებდი, რომ ლიკამ წეგან ახსენა, რომ მესიჯებს კომენტარებს მიწერენ, რომ აი stories debs და რაღაცა 15 წამი უნდა stories. აი ყველას მინდა მიმართო, რომ ვისაც გონია, რომ ლიკა თქვათ story-თ არის უფრო დაკავებული და Instagram-ით და ვარჯიშობს ხოლმე, შეეცადოს, თქვათ, ერთი თვე გადამოვათ ივარჯიშოს, დღეში ორჯერ არა, მაგალითად როგორც ლიკა ვარჯიშობს და სამჯერ. აი, ყოველ დღე შეეცადოს უბრალოდ 7 საათზე ადგეს. ან ჩავკეთოთ 1-2 წუთი ლიკასთან გალიაში და ნახოთ როგორ და განსაკუთრებით ეს კაცებს ეხება, სანამ გოგოზე რაღაცას დაწერ, ჯერ შენი კაცური სახე უნდა გახსოვდეს და შენი კაცობა უნდა გახსოვდეს, ვინ ხარ, რა ხარ და სხვის მიმართ პატივისცემით უნდა იყოს განწყობილი, მით უმეტეს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამხელა საქმეს აკეთებს. აი ეს ყველაფერი გვერდზეა გადადებული და ყველგან ცდილობს არა როგორც საქართველოს ესეთი თითოეულ ჩვენთაგანის წარდგენას, ხო? კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია. და უფრო მეტი პატივისცემა არის ამისთვის საჭირო. ლიკა, შენ ეს ყველაფერი ვიცი რომ გულთან ძალიან ახლოს არ მიგაქ, მაგრამ ჩვენც გაუბრაზდით ახლა ამ ხალხს. ხო, გამაბრაზ. გულთან ახლოს არა, გამაბრაზ. ჭორიკნები არიან ყურადღებას. კი ბატონო. კაი, ლიკა, აბა წარმატებები ლიკა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო ლიკა ჯოჯუა მტკივნეულ შოუში კარგად ბრძანდებოდეთ. აბა დროებით.